მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია და ჩემი საავტორო გადაცემით ლიტერატურა ხელოვნება სულიერება ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ჩემი გადაცემის ფრიად საპატივსაცემო და ძალიან საინტერესო სტუმარია პროფესორი ბატონი ზურაბ კვეტენაძე. მოგესალმები ბატონო ზურაბ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მაინც ორიოდე სიტყვით მის ბიოგრაფიულ შტრიხებს გავაცნობ, რადგანაც ამ ქართული ტევეს ეთერში პირველადაა ბატონი ზურაბი ჩემთან, თორე ისე როგორ არა გადაცემაში ყოფილვართ ერთადაც. იგი 1967 წლის 17 თებერვალს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, 83 წელს დაამთავრა ხონის რაიონის სოფელ გუბის საშუალო სკოლა, 85 წელს სწავლა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1992 წელს. 1992-95 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, შემდეგ წარმატებით დაიცვა დისერტაცია 1998 წელს. 2002 წლიდან დღემდე იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია თანამდებობაზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. ამას წინათ გამოვიდა მისი და ბატონი კარლო კოპალიანის წიგნი საერთაშორისო ურთიერთობების თეორია. აი ხელთ მიფრია მე ეს წიგნი საერთაშორისო ურთიერთობების თეორია და ასევე მინდა კმაყოფილებით აღნიშნო, რომ დაახლოებით 5-10 წლის წინ თუ არ ვცდები გიორგი სააკაძესთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო კვლევა მცირე მოცულობის წიგნი გამოსცა ბატონმა ზურაბმა გიორგი სააკაძის მოღვაწეობასთან დაკავშირებით და დაიცვა ეს გმირი პიროვნება, დიდი მამულიშვილი და ჩვენ ბუნებრივია მაშინვე გავიცანით ერთმანეთი და მეგობრობთ. მე ვიტყოდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის ეს წიგნი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და არა მარტო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ასეთი დაძაბულია მსოფლიო პოლიტიკა, როდესაც ასეთი დაძაბულია საერთაშორისო ურთიერთობები, გლობალიზაციის ტალღებმა დიდი თუ მცირე ქვეყნის საზღვრები გადალახა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის ეს წიგნი გამოვიდა, რომელიც ისტორიული წიაღსვლებით იწყება საერთაშორისო ურთიერთობების და მე დღევანდელ გადაცემას ბატონ ზურაბთან ერთად, რომელიც უზადომცოდნია საქართველოს ისტორიისა, სწორედ აი ამ კონტექსტში გადავიტან, რომ ის წარსულის ისტორიული პარალელები დღევანდელობასთან გავავლოთ სწორედ საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. რამე თუ ამ ქვეყანაზე მარადიული არაფერი არ არის და ყველაფერი ბრუნავს და ისტორიაშიც ძალიან ბევრი მოვლენები და ძალიან ბევრი ფაქტები, ბევრი სიტუაციები მეორდება, რა თქმა უნდა, შეიძლება ინფორმაციული ტექნოლოგიების შეიარაღების დონეები საერთოდ სამეცნიერო პროგრესი ცვლის ადამიანური ცივილიზაციის მომენტებს, მაგრამ ბუნებრივია, რომ ის ისტორიული მოვლენები, ის ისტორიული შეფასებები, რომელიც ადრეულ საუკუნეებში ხდებოდა, დღესაც მნიშვნელოვანია დღევანდელი ჩვენი ყოფისათვის. ამიტომაც ჩემი პირველი კითხვა სწორედ აი ამ წიგნს უკავშირდება. როდის დაიბადა აი ამ წიგნის შექმნის იდეა, ბატონო ზურაბ? ჯერ აქედან დავიწყოთ და მერე უკვე კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო ვაჟა, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს.
მართლაც დაგეთანხმებით, რომ ურთულესი ვითარება საერთაშორისო არენაზე შექმნილი, შეიძლება ითქვას, რამდენჯერმე ყოფილა ასეთი, ეს ყოველთვის არ არის, ბუნებრივია, რაღაც წესრიგები განაპირობებდა საერთაშორისო ველს, როგორც ასეთი, მაგრამ დაძაბულობა მართლაც კულმინაციას მიაღწია. კარიბის კრიზისი არაფერია იმასთან, შეიძლება ითქვას, რაც დღევანდელ რეალობაში ხდება. და საერთაშორისო ურთიერთობის თეორია, როგორც ასეთი, ადრეც მქონდა მე გამოცემული შედარებით პატარა ფორმატით, მაგრამ ამჟამად მე და ბატონმა კარლომ ერთად ვიმუშავეთ კოპალიანმა და ერთობლივად გამოვეცით ეს წიგნი, რა თქმა უნდა, სტუდენტებისათვის და თქვენ როგორ ბრძანეთ, აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული ნებისმიერი მკითხველისათვის საინტერესოა. მოგეხსენებათ თქვენ ბუნებრივია, რა არის ახლა ეს თეორია, როგორც თვითონ საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც ასეთი, როგორც ეს არის კონცეპტუალური პოლიტიკური მოვლენა საერთოდ, რომელიც წარმოადგენს ადამიანური იდეების, ნებისა და შემეცნების ემანაციას. აი, ჭირდება ამას. ეს წიგნი, როგორც ასეთი, საჭირო ხდება აი როგორც მეთოდოლოგია, შეიძლება ითქვას, შემდეგი კვლევებისთვის, ვთქვათ, როგორ უნდა ვიკვლიოთ ესა თუ ის, ვთქვათ, მოვლენა მაგალითად. აქ აქცენტი გაკეთებულია უპირველეს ყოვლისა კლასიკურ თეორიებზე და განსაკუთრებით პოლიტიკურ რეალიზმზე. ასევე ლიბერალურ იდეალისტურ პარადიგმაზე, მაგრამ აი პოლიტიკური რეალიზმის მთავარი ნიშანი რა არის? ძალას ანიჭებს უპირატესობას საერთაშორისო ურთიერთობების ძალის ფაქტორს და დღევანდელი რეალობა განა ამის ნახელება. ძალა აღმარცხნავს ეს მარადიული აქსიომა მოქმედებს. დიდი ბატალიონები ყოველთვის მართლები არიან. ნაპოლეონის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ბატონო ვაჟა, ნამდვილად და დღეს, როდესაც აი საერთაშორისო სამართალი არ მუშაობს, საერთოდ შეიძლება ითქვას, არ ფუნქციონირებს საერთაშორისო სამართალი, ძალის აი მხოლოდ ქვემეხების ხმა გვესმის შეიძლება ითქვას და ერთადერთი სიმართლე ძლიერი სიმართლეა. მე კარგად მესმის ის, რომ ჩვენ აუდიტორიაში შევდივართ, ახალგაზრდებს ვასწავლით, მომავალ თაობას ვზრდით და მათ სულიერებასთან გვაქვს შეხება, რასაკვირველია, მაგრამ და ამის თქმა ცოტა ძნელია, აი, პატივცემულო ტელემაყურებლებო, მაგრამ უფრო უარესი არის ფარისევლობა და უფრო უარესი არის სიყალბის თქმა აუდიტორიაში. ტყუილის თქმა, სიყალბეზე აქცენტის გაკეთება. ამიტომაც აუცილებელია, რომ ჩვენ ის რაც ხდება რეალურად, ამაზე გავამახვილოთ ყურადღება და აქედან გამოვიტანოთ შემდეგ დასკვნები. რა თქმა უნდა, აქცენტი ასევე გაკეთებულია კიდევ ერთ კლასიკურ პარადიგმაზე, მარქსისტულ პარადიგმაზე, მის ნაირსახეობებს, თანამედროვე ნაირსახეობებზე, ისეთზე როგორიც არის აი ესა ნეორეალიზმი, ნეოლიბერალიზმი, ნეომარქსიზმი. მე შორსა ვარ ეხლა ეს მოსაწყენიც იქნება და არც შედის ჩვენს ფორუმ გადაცემის ფორმატში მოგეხსენებათ, ჩვენ მე მოკლედ ვიტყვი უბრალოდ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლას დღეს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ არც ერთი მონაკვეთი კაცობრიობის ისტორიაში, არც ერთი მონაკვეთი შეიძლება ითქვას, დაწყებული პირველ ყოფილი საზოგადოებიდან დღევანდელ დღემდე არ ყოფილა რომელთანაც საერთაშორისო შეხებას ადგილი არ ქონოდა. პირველ ყოფილი გაცვლებიც კი აიქედან დაწყებული, შემდეგ მოლაპარაკებები, ვთქვათ, ბარბაროსულ ტომებს შორის, დინასტიური ქორწინებები, ჩემო ბატონო, მონარქებს შორის შეხვედრები, შემდეგ მოდერნისტული ეპოქა და, ვთქვათ, იქ მეფეთა ურთიერთობები და რასაკვირველია თანამედროვე საერთაშორისო შეხებები და საერთაშორისო ურთიერთობები, ყველაფერი ეს რასაკვირველია ქმნიდა იმის განცდას, რომ არც ერთი მონაკვეთი, რომელიც ზემოთ ვახსენებე, არ არსებობს კაცობრიობის ისტორიაში, რომ საერთაშორისო შეხებას ადგილი არ ქონოდა. ამ თემებზე რასაკვირველი არის ისეთ თემებზეც საუბარი აქ, ბატონო ვაჟა,
რომელიც არ უყურებს ძალის გადასახედიდან. ყველა ბევრი თეორია უბრალოდ ნაჩვენებს. აი მაგალითად პოსტმოდერნი, დიახ, კი ბატონო, პოსტმოდერნიზმი, კონსტრუქტივიზმი, რომელიც საერთოდ თეორიას აყენებს თავდაყირა და არც უდგება თეორიული კუთხით ზოგადად მოვლენებს როგორც ასეთი, აქ უამრავ თემაზეა რასაკვირველია საუბარი და რა ვიცი მე ვთვლი რომ საჭირო წიგნია ეს და შეგვიძლია მივაწოდოთ რასაკვირველია ჩვენს სტუდენტებს მაგისტრანტებსაც დოქტორანტებსაც ყველა შეუძლია ეს წაიკითხოს რასაკვირველია როგორც მოგეხსენე მე მაყურებელს გავაცნობ ამ ძალიან საინტერესო წიგნის შინაარს რომელიც 8 თავისაგან შედგება პირველი თავის სახელწოდება საერთაშორისო ურთიერთობები როგორც მეცნიერება და ისტორიული წინამძღვრები და ზოგადი მიმოხილვით იწყება. შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების კანონზომიერება და პრობლემები, შემდეგ ტრადიციები, პარადიგმები და დავები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში, შემდეგ მოდის მეოთხე თავად თანამედროვე სკოლები და მიმართულებები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში, მეხუთე თავია სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობებში აი სახელმწიფოს ისტორიული ევოლუცია და გლობალიზაცია და ეს ყველაფერი სახელმწიფოს რღვევა საერთაშორისო პოლიტიკური კონფლიქტები ძალიან საინტერესო თავია მეექვსე თავი შემდეგ უკვე მეშვიდე თავშივე მოდის საერთაშორისო სამართალი რაც ძალიან აუცილებელია და ბუნებრივია ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა და მერვე თავია უკვე საერთაშორისო თანამშრომლობა კი ბატონო ძალიან ლოგიკურად და ზუსტი კანონზომიერებით არის დალაგებული მინდა გითხრათ რომ ძალიან საჭირო წიგნი გამოსულა ძალიან საჭირო წიგნია საერთაშორისო ურთიერთობების თეორია კიდევ ერთხელ გილოცავთ კარლო კოპალიანი ზურაბ კვეტინაძე აი ეს წიგნი რომელიც ქართულმა საზოგადოებამ მიიღო ამ ცოტა ხნის წინ მე კიდევ ერთი წიგნი მინდა ვაჩვენო ჩვენს ტელემაყურებელს ეს არის ცნობილი ისტორიკოსის და მეცნიერის მკვლევარის ქალბატონ მანანა ხომერიკის ძალიან საინტერესო წიგნი მიხეილ ჯავახიშვილთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო დოკუმენტაცია მე არ გავამჟღავნებ რას ეხება ეს მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიხეილ ჯავახიშვილის პიროვნებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 1924 წლის აჯანყებას და აი ამ მოვლენებს ბუნებრივია 1937 წლის ჩათვლით. მე ულოცავ ქალბატონ მანანა ხომერიკს, რომელიც ფუნდამენტალურად იკვლევს როგორც ბაგრატიონების ისტორიას, ასევე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნი გამოცა ქალბატონმა მანანამ ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასთან, მოღვაწეობასთან, მის გარდაცვალებასთან, მის საფლავთან დაკავშირებით, აი კიდევ ერთი ახალი წიგნი, რომელიც ჩარშან არის გამოსული, უცნობი მიხეილ ჯავახიშვილი ძალიან დიდი და ფუნდამენტალური კვლევა ულოცავ ქალბატონ მანანას ხომერიკს აი ამ წიგნის გამოსვლას. მე ახლა ისევ ბატონ ზურაბის და ბატონი კარლო კოპალიანის წიგნს დაუბრუნდები, რომელიც საგამომცემლო სახლმა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გამოსცა და ვიტყვი რომ ამ წიგნში ძალიან მდიდარი მასალაა თანამედროვე პოლიტიკურ სფეროში მოღვაწე და არა მარტო მოღვაწე მკვლევარების მიერ ახლა მე რაც გადავხედე ამ წიგნს ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ რომ მარტო სტუდენტებისთვის და დოქტორანტებისთვის თუ მაგისტრანტებისთვის არა დღევანდელი პოლიტიკოსებმა წაიკითხონ ეს დღევანდელმა პოლიტიკოსებმა ვინც მართლაც ქმნის პოლიტიკას ქვეყანაში და ბუნებრივია ეს თეორიული წინამძღვრები თუ არ ეწოდინება შენობას ვერ ააგებ ელემენტარულად ხაზვა თუ არის და გამრავლების ტაბულა რა ხო ასეა აი ასეთი ნულიდან დაწყებული შეიძლება ითქვას ურთულესი ნიუანსებით დასრულებული ეს შესანიშნავი წიგნი გვაჩუქა ბატონმა ზურაბმა და ბატონმა დიდი მადლობა შეფასებისთვის მე მინდა ეხლა გადავიდე ესეთ ისტორიულ რეალიებზე თქვენ გამოეცით ვახსენე მე ამ გადაცემაში შესანიშნავი წიგნი გიორგი სააკაძესთან დაკავშირებით ბუნებრივია ბროშურაა უფრო ხო ბროშურა თუნდაც ბროშურა მაგრამ მნიშვნელოვანი კვლევა და
როგორი პარალელები შეიძლება გავალოთ დღევანდელი გადასახადიდან 21 საუკუნის გადასახადიდან მე-17 საუკუნის, აი 21 საუკუნის 20-იანი წლები და მე-17 საუკუნის 20-იანი წლები, აი თან 400 წელი გავიდა მარტყოფის ველზე ქართველთა გამარჯვებიდან. კი ბატონო, რასაკვირველია. და აი რა პარალელები გავალოთ აი საერთაშორისო ურთიერთობებში, იმ პოლიტიკურ სიტუაციებში, იმ დიპლომატიურ სვლებში, რასაც იმ დროს აწარმოებდა თქვა საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები, მათ შორის იმპერიები და დღევანდელ ყოფასთან. აი როგორ უყურებთ თქვენ როგორც ამ დარგის შესანიშნავი პროფესიონალი მაღალი დონის პროფესორი და სპეციალისტი. ბატონო ვაჟა, ჩვენ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ნებისმიერი სპეციალობის ადამიანი, ერთადერთი სალოცავი ხატი ჩვენი უფალი და ჩვენი სამშობლო საქართველოა. და თუ რაიმეს გამოვცემ წიგნს თუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში უნდა შედიოდეს. არავის არ ჭირდება, ხა თქვენ წეღან ახსენეთ, აქ რა თქმა უნდა უდიდესი ავტორებია მოხმარებული, სწორედ მათ შეხედულებებს ეყრდნობა ეს წიგნი, აი რეალიზმი რო ვახსენე, მათი მამა პოლიტიკური რეალიზმის არის ჰანს მორგენთაუ, შუმანი, ჩემო ბატონო, ედუარდ კარი, ნიბური, კისინჯერი, რომელიც 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, ეს უჭკვიანესი კაცი, უდავოდ. აი ესენი, ჯორჯ კენანი და სხვები, რასაკვირველია, ეს შეხედულებები ჩვენ რისთვის გვჭირდება, რომ დავინახოთ უპირველეს ყოვლისა, როგორი იყო მიმართება დიდ სახელმწიფოებსა და პატარა ქვეყნებს შორის. და თქვენ როცა ამ პარალელებზე საუბრობთ, ნამდვილად სრულიად სწორად და მიგნებულად, სწორედ ეს უნდა დავინახოთ, რომ აი ჰანს მორგენთაუს მაგალითად მე რო ვახსენებ 600 გვერდიან წიგნში პოლიტიკური ურთიერთობები ერებს შორის ბრძოლა ძალაუფლებისა და მშვიდობისათვის ერთი გვერდი აქვს დათმობილი პატარა ქვეყნებს სულ ერთი გვერდი აი რა უმნიშვნელოდ უყურებდნენ პატარა ქვეყნების როლს პოლიტიკური რეალიზმის წარმომადგენლები ასე არ ხდება იდეალისტებთან ნამდვილად ისინი პირიქით ანიჭებენ დიდ როლს პატარა ქვეყნების მაგრამ თუ დაუკვირდებით ჩვენ მართლაც ისტორიას გადავხედავთ და ჩვენს საქართველოს ისტორიას გადავხედავთ ჩვენ ხშირად გვიხდებოდა ზუსტად ლავირება დიდ იმპერიებს შორის. ჩვენ როცა საჭირო იყო ვიბრძოდით მართალია, მაგრამ როცა საჭირო იყო დიპლომატია იყო ჩართული, თორე ჩვენ ვერ გადავრჩებოდით ვერავითარ შემთხვევაში. თავისთავად ცხადია და ასეთი პარალელები უამრავი. თუ წინსვლა გქონდა კიდევ, ყოველთვის მაშინ გქონდა წინსვლა, როდესაც ამას საგარეო პოლიტიკური ფაქტორი უწყობდა ხელს. ავიღოთ დიდი დავით აღმაშენებელი, რასაკვირველია თუნდაც. მან რა უდავოდ ეს ოდნავ არ აყენებს ჭრდილს მის პიროვნებას და პოლიტიკურ მოღვაწეობას, მაგრამ რომ არა ხელსაყრელი საგარეო პოლიტიკური ვითარება იმდროინდელი, დავითი ვერ შექმნიდა რასაკვირველია უზარმაზარ ქართულ იმპერიას, ესე ვთქვათ, ნიკოპსიიდან დარუბანდამდე, როგორც ჩვენ ვამბობთ, ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო, ევროპელებმა შეუტიეს აღმოსავლეთს, შესუსტა საგარეო ფაქტორი, რა თქმა უნდა, ეს სწორად ჭირდება ამას დაჭერა ყოველთვის ამ ფანჯარას, ესე ვთქვათ, და ეს მან გააკეთა უდაოდ. სხვა შემთხვევებშიც რასაკვირველია, ჩვენი წინაპრები ასე იქცეოდნენ. იყო შეცდომები, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ ცალკეული პიროვნებების პოლიტიკურ შეცდომებზე, მაგრამ ისტორია, ბატონო ვაჟა და პატივცემულო ტელემაყურებლებო არ უშვებს შეცდომას. მე ყოველთვის ამოვდივარ, ვინც მიცნობა ცოტა ხნის წინ ბატონ ედიშერთანაც ჰქონდა აქ ჩაწერა და მას იქაც თქვი ეს მე გადაცემაში ედიშერ გვენეტაძესთან თქვი გადაცემაში, რომ მიზეს შედეგობრივი კავშირებიდან მგონი ამ წიგნის რედაქტორიც კი, ბატონ ედიშერი არის ამ წიგნის რედაქტორი. და სწორედ მიზეს შედეგობრივი კავშირებიდან უნდა ამოვიდეთ ჩვენ. აუცილებლად რაღაცას ყოველთვის აქვს თავის მიზეზი, რომლიდანაც დგება ლოგიკური შედეგი და მე ყოველთვის ვემხრობი იმას, რომ ისტორიაში ჰეგელის არ იყოს ყოველივე ნამდვილი გონიერია. ანუ რეალურად მომხდარი ფაქტებია მნიშვნელოვანი და სწორედ მიზეს შედეგობრივი კავშირებით უნდა შევაფასოთ ესა თუ ის მოვლენები. ჩემთვის არ არსებობს ისტორიული ფსევდომორფოზა, შემთხვევა, ესეთი როგორც ასეთი. ჩემთვის არსებობს ლოგიკური ისტორიული ჯაჭვი. არ არსებობს ფაქტი, რომელსაც არ ქონდეს ახსნა. აი ეს არის ჩემი შეფასება ისტორიული და მე
აი ამ პარალელებიდან გამომდინარე თქვენ ახსენეთ წერა გიორგი სააკაძის ფენომენი, რასაკვირველია, მე პირველ რიგში მინდა მივმართო ტელემაყურებელს, რომელმაც იცის ეს დარწმუნებული ვარ ისედაც, მაგრამ პირველ რიგში ბატონო ვაჟა თქვენ მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სამუშაოს გაწევისთვის. აი მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ერთ ინსტიტუტს შეშურდებოდა ის, რაც თქვენ გიორგი სააკაძესთან დაკავშირებით გააკეთეთ, ეს ახალი მასალები მართლაც იქნა წარმოდგენილი და ეს საშური მართლაც დიდებული საქმე გაკეთდა და პატარა წვლილი ეხა მეც შევიტანე ძალიან მცირე რასაკვირველია ამ საკითხებში, ამას აუდიტორიაშიც ვაკეთებ. რატომ ვაკეთებ? იმიტომ რომ ჩვენ თუ დავიწყებთ ჩვენი დიდი პიროვნებების განკითხებას, პატივცემულო ტელემაყურებლებო, ჩვენ თუ მაგას ასე მიუდგებით საკითხებს, ყველა პიროვნება შეიძლება მოუძებნოთ ნაკლი და გამოგვივა რომ ჩვენ ვიგინდარების ისტორია გვქონია და არა ვაშკაცების და რაინდების და დიდებული ადამიანების. მე ამით იმის თქმა არ მინდა რომ თუ ვინმე გასაკრიტიკებელია არ გავაკრიტიკოთ. ჩვენ მართლაც რეალურ თავისუფლებაზე, სწორედ თავისუფლებას თავისუფალი აზრი უნდა იყოს უპირველესი და არა ეს ფსევდოლიბერალური მიმართულებებით რო ვაწყდებით ხშირად ჩვენ გამოვლინებებს თითქოს უცილობელ ჭეშმარიტებას ქადაგებენ. აი ესეთი არა, ნამდვილად თავისუფალი აზრით უნდა გამოვხატოთ ეს და რასაკვირველია ამ შეკითხვას რომ დაუბრუნდეთ, ბატონ ვაჟას შეკითხვას, უდიდესი პარალელია იქ. სწორედ გიორგი სააკაძის ფენომენში უმთავრესი და წამყვანი არის რა ხდებოდა იმ დროინდელ საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. და რა ხდებოდა, მე მოკლედ ვიტყვი ამას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ამასიის ზავის დადების შემდეგ 1555 წელი მაქვს მხედველობაში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო გაყოფილი იყო ირანსა და ოსმალეთს შორის და შემდეგ უკვე როცა სპარსეთში მე ძალიან შევამოკლებ ამას უდიდესი რეფორმები გაატარა შახ-აბას პირველმა ამის შემდეგ გაირღვა ეს ზავი მოგეხსენებათ თქვენ და გადავიდა ის შეტევაზე ოსმალეთის წინააღმდეგ, მაგრამ თავარი აქ ეს კი არ იყო. თავარი ის იყო, რომ ირანსა და ოსმალეთს ამიერკავკასიის საკითხში გამოუჩნდა ახალი მეტოქე რუსეთის სახით, რომელიც რასაკვირველია უფრო თანდათან შემოდიოდა ამიერკავკასიის მიმართულებით და კახეთი იყო პირველი სახელმწიფო მოგეხსენებათ თქვენ, ვისთანაც ფიცის სიგნი ჰქონდა გაფორმებული. ერთგულების ფიცის სიგნი ჰქონდა გამეფებული ალექსანდრე მეფესთან. კი ბატონო, ალექსანდრე მეფესთან რუსეთს რასაკვირველია და ეს ერთგვარი მფარველობის ხელით დადებაც იყო. და ცხადი აი ამიტომ იქნა ეს გასაბედისწერო გადაწყვეტილება, მკაცრად დასჯის გადაწყვეტილება კახეთის მიღებული. აი ამ ფაქტორის გამო. იმიტომ რომ თუ ირანი საქართველოში, ისა რუსეთი საქართველოში ფეხს მოიკიდებდა, ირანი ისა გამოეთხოვებდა მთელ ამიერკავკასიას. ბუნებრივია ეს ახლა ჭკვიანი კაცი იყო, ის ჩვენ არ გვიყვარს მართალია ჩვენი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, მაგრამ დიპლომატიც იყო და ძლიერი პიროვნებაც იყო. ის ყუმშია დაკრძალული, მათი წმინდა ქალაქია სხვათა შორის. სპარსელთა წმინდა ქალაქია და მოგეხსენება თქვენ ის გრძნობდა ამას, რომ 2 საუკუნის შემდეგ ზუსტად დაუხდა სპარსეთს ის რაც ლისი შიშით შახ-აბას პირველს ჰქონდა, იმიტომ რომ შემოვიდა რუსეთი ამიერკავკასიაში. ამიტომ მისი შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, ასევე ოსმალეთის პრეტენზიებისათვის ზღვარის დასადებად მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება გადაესახლებინა ან ფიზიკურად მოესპო ამიერკავკასიის ქრისტიანული მოსახლეობა, ქართველები და სომხები. ეს მან სამწუხაროდ და ბევრი შიდა დაუდევრობის გამო მოახერხა კახეთში, იგივე საპირებდა ქართლში მოგეხსენება თქვენ, მაგრამ უდიდესმა ქართველმა გიორგი სააკაძემ, ლეგენდარულმა ქართველმა, მე ასე ვიტყოდი, მას ხშირად საუბრობენ ის არის გმირი, არა გმირი, რაღაცები. მე ვეძახი მას მხსნელს, აი პირდაპირ ბატონო გადაუჭარბებლად იხსნა მან საქართველო პირდაპირ მარტყოფის ველზე, შემდეგ ეს 1625 წლის ხარება დღეს და ეხლა შესრულდა 400 წლის თავი, რასაკვირველია.
რომელიც ბატონმა ვაჟამ ახსენა, მეც ვახსენე ეს ბატონ ედიშერთან გადაცემაში და ამ თარიღებს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს სახელმწიფოში. ეხლა შეიძლება რთული ვითარება ძალიან და გლობალურად არის ურთულესი სიტუაცია შექმნილი, მაგრამ როცა საქართველოს სრულყოფილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ უნდა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ასეთ საკითხებს და ასეთ მოვლენებს და ეს დიდი ზეიმის საფუძველი უნდა იყოს და ჩვენი ახალგაზრდობა უნდა მონაწილეობდეს აუცილებლად ამაში. და აი დავასრულებ ახლა იმ ჩემს სათქმელს პატივსაცემად ტელემაყურებელ კი ბატონო ჩემს სათქმელს მან დავამატოთ რომ ლუარსაბ მეორის სიკვდილიც სწორედ რუსეთის ელჩების თხოვნის შემდეგ მოხდა. დიახ. და ელაბრალებენ რომ იქ ლუარსაბ მეორის თქვა სისხლი გიორგი საგაძის მხრებზეა ზოგიერთი იდიოტი. რა თქმა უნდა. არა აქვს წარმოდგენილი, არ გაცნობია არც რუსულ, არც ირანულ წყაროებს, სადაც პირდაპირ არის ეს იქნება შაჰ ჰუსეინ მალიქ სისტანი, ისკანდერ მუნში თუ ნასროლა ფასახი, აქეთ თქვა მეორე საუკუნის იარშათერი ირანელი მეისტორიები, რომლებიც პირდაპირ ისტორიულ დოკუმენტებს გვიდებენ, რომ შაჰ აბასი მართლაც აი ზუსტად გაუკეთეთ თქვენ ციტირება, რომ სიფრთხილით უყურებდა და შიშით უყურებდა რუსეთის შემოსვლას, რუსეთის იმპერიის საცეცების წამოსვლას კავკასიისაკენ და როდესაც გაიგო რომ რუსეთის ელჩები მოდიოდნენ ნუ კასპიის ზღვისპირეთიდან დაახვედრა წინ ერთ-ერთი თავისი ხელქვეითი დიდმოხელე რომელმაც გაიგო რუსეთის ელჩი რა მიზნით მოდიოდა შაჰ აბასთან რო იტყვიან 1-2 დღე გააჩერა იქ რაღაცა უმასპინძლა აკრიფა ეს ინფორმაცია და სანამ ეს ჩავიდოდა შაჰის სამეფო კარზე მანამდე ეახლა შაჰს და უთხრა რომ ეს მოდისო მოსკოვის მეფის ასე ქვია მოსკოვის მეფის დავალება ლუარსაბ მეფეზე გთხოვს გათავისუფლება და სასწრაფოდ ამან გასცა ბრძანება კი ბატონო და უთხრა რომ სასწრაფოდ ესე იგი შილდის საბელით მოაშთეთ მაშინ დააღჭეთ მაშინვე და თან ნახე როცა მოდის შემთხვევა გავიხსენოთ ბატონო ვაჟა იქაც თხოვნა იყო ქეთევან დედოფლის და შვილების გათავისუფლების და როგორც კი ეს გადაწყვეტილება მაშინვე დაასახურეს ის ხო და ესენი პატარა ქეთევანი სხვათა შორის ასეთ იმას აუცილებს მე როცა მოვიდნენ რუსეთის ელჩები და თხოვეს რომ გაათავისუფლე ამან თქვა თქვენ თხოვნას და მოსკოვის მეფის თხოვნას როგორ ვეტყოდი მაგრამ აი 2 დღის წინ ის თევზაობდა და დინარეში ბადისროლის დროს გადახვა და დაიხრჩა ანუ ისიც კი გაითვალისწინა რომ დამრჩვალი კაცის გარეგნობა და სიმბოლო იყო ქართული წყაროები რო წერენ აი თავი მოაჭრა და სუფრაზე დადო და ფესტყვილი აი რეალობა არის ეს შემდეგ რა გააკეთა მაგრამ რეალობა არის ის რომ სწორედ რუსეთის ელჩების მოსვლა გახდა მიზეზი ამის რომ ლუარსაბ მეორე უდა ეს არის ესე იგი იმ დროინდელი გიორგი სააკაძის ფენომენის შეფასების უპირველესი ეს ჩემი აზრია სხვათა შორის და უპირველესი კრიტერიუმი ეს არის იმ დროინდელი საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარება როგორი იყო და როგორი იყო აი შემოდის რუსეთი მოადგა არიბჭეს გასაკვირველია ქართველი მეფეები ერთპორწმუნე როგორც ეძახდნენ რუსეთს ამყარებენ იმედს ამას შიშის თვალით უყურებს გასაკვირველია სპარსეთის ლომად წოდებული შაჰ აბას პირველი ცხადია იღებს ამ საბედისწერო გადაწყვეტილებებს კახეთში ეს ხორციელდება მეტნაკლებად უმძიმესია ეს სურათი აბა რატომ არიან ჩვენი თანამემამულე მოძმეები ჩვენი ფერეიდანში რატო ცხოვრობენ სხვათა შორის ხორასანში მაზანდარანში გადაასახლეს კიდევ დიდი ნაწილი მათი და ვენაცვალე მათ რომ ამდენი ხნის მანძილზე ბატონო ვაჟა შეინა მარტყოფში იყვნენ ჩამოსულობის ჩატარდა მარტყოფობა 400 წლის იუბილე ჩაატარეს სოფელმა და გარდაბნის რაიონის ხელმძღვანელობამ და იქ იყვნენ ჩამოსული სწორედ ფერეიდნელი ქართველები მე შევხვდი და ნუ ჩავეხვდე ვაჩუქე ჩემი ციგნები და
იმ ძველ ქართულით, მადლიანი ქართულით ისე გემრიელად ლაპარაკობდნენ, რომ თვალებზე წრემლები მოადგა ყველას. კი, აი ისინი ტირიან, არა, ისეთი სუფთა ქართულით ლაპარაკობენ, ჩვენ ვეღარ ვლაპარაკობთ იმ ქართულით, მე მგონია 21 საუკუნის. როგორ აქვს შენახული ქართული ენა. შენახული და რა ვიცი, ამ ხალხსაც მიხედვა და ყურადღება. ერთი საინტერესო მომენტია, ახლა ამ საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით, რადგანაც მე 17 საუკუნის შევეხეთ. ვერსად ვერ მოვნახავთ იმ ფაქტს, რომ გიორგი სააკაძეს რუსებთან ჰქონდეს ურთიერთობა. ან ოსმალებთან აქ, ან ირანთან. გიორგი სააკაძის ისტორიული ფუნქცია, ბატონო, აი მე ძალიან მიყვარს. მე ხშირად ვაპელირებ ჩვენთან ისტორიის ფილოსოფია თუ არ იქნება კარგად მაღალ დონეზე უნივერსიტეტებში დანერგილი. აი არც ერთი პროფესიონალი არ გამოვა მე, აი მე ამ კუთხით უნდა წავიდეს მუშაობა. უპირველეს კი აუცილებლად. გიორგი სააკაძის ისტორიული ფუნქცია, ისტორიული მისია არ ყოფილა, ჯერტი როგორც დიპლომატიც კარგი მაგარი იყო. პიეტრო დელავალესთან კი ბატონო და პროფესორმა დევი კაჭარავამ თავის დროზე პროფესორმა გივი ჯამბურიამ ისინი მკვლევარები იყვნენ გიორგი სააკაძის გაამახვილეს ყურადღება ამ მიმართულებითაც, მაგრამ მე ჩემ მოსაზრებას ვეუბნები პატივცემულ ტელემაყურებლებს, რომ გიორგი სააკაძის ისტორიული მისია იყო სხვა. მან იხსნა საქართველოს გადაგვარების და გადაჯიშებისაგან. სწორედ იმ არაჩვეულებრივი, თავგანწირული სახალხო ომით და ამას ამბობს სწორედ აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი, რომ ის იყო იმ სახალხო ომის წინამძღოლი, რომელიც 1623-1625 წლებში მიმდინარეობდა, რომელმაც წერტილი დაუსვა სპარსეთის იმპერიის ინტერესებს მოესწოდა გაენადგურებინა ქართველი ხალხი. გულში ჩაეცა ლახვარი მისთვის. იმიტომ კი არა, რომ ძულდათ ქართველები სპარსელებს. არა, შახაბას პირველს თვითონ ყავდა ქართველები და ქართველების ხელით ჩაატარა ეს რეფორმები. დედა და ბებია ქართველი ხალხი. ეს იყო სწორედ კიდევ ვიმეორებ საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარებით განპირობებული. ესეთი დასჯა აღმოსავლეთ საქართველოს. უпроსორად კახეთის იგივე სცადა ქართლში, მაგრამ გიორგი სააკაძის მადლიანმა მახვილმა ეს ვერაგული გეგმა რასაგვირველია აღკვეთა. ამიტომაც მისი ძეგლი დგას, ამშვენებს ჩვენს დედაქალაქს, კასპში ორიგინალია, მოგეხსენებათ და ყოველთვის იდგება ეს მე ხმადა ვარ დარწმუნებული. დიდი მერაბ ბერძენიშვილის შედევრი და სხვათა შორის მერაბ ბერძენიშვილი დედით კასპის რაიონიდან, სოფელ სასირეთიდან იყო. კი ბატონო. აი გიორგი მაზნიაშვილის სოფლიდან, ისე რომ ეს შემთხვევით არ არის და არ არის შემთხვევით. არც ის ძეგლი, რომელიც მარტყოფში ულეველას ველის ზემოთ აპარანის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაიდგა, ამ ძეგლის ავტორიც ბატონი სოლომონაშვილი კასპის რაიონის სოფელ მეტეხიდან არის. ისე რომ ისიც ბატონი მერაბ ბერძენიშვილის ასპირანტი იყო და სტუდენტი იყო. ბატონო ვაჟა, საერთაშორისო კონტექსტში დავასახელებ ორ პიროვნებას. ახლა ჩვენ ბერნებრივია მთელ საქართველოს ამ მოკლე დროშის ისტორიას ვერ მიმოვიხილავთ, მაგრამ აი არ შემეძლია არ ვახსენო გიორგი მეშვიდე. თემურლენგის წინააღმდეგ მებრძოლი დაუცხრომელი, ნაკლებად ცნობილი მეფე, მაგრამ მე უნდა გახდეს ცნობილი. აი ეს ის მომენტი იყო, როდესაც ბრძოლა იყო საჭირო. ბევრი ამას მიიჩნევს, რომ არ იყო კარგი დიპლომატი და ასე შემდეგ, მაგრამ გიორგი მეშვიდის ბრძოლამ ევროპა დაიცვა. აი ჩვენ გვაყვედრიან ხშირად, რომ რაღაცეებს ჩვენ დასაყვედრებელი არაფერი არ არის. საქართველო იყო ბასტიონი, სადაც ინგრევდნენ ამ მუსულმანური არმიების. შემდეგ საქართველო დაიცვა დიდმა სიმონ პირველმა, რომელიც ოსმალებს 22 წელი ხმალა სხვათა შორის სიმონ პირველის გაზრდილია გიორგი სააკაძე. კი, თქვენ ეს გავხსნით, რა თქმა უნდა. უნიკალური ისტორიული დოკუმენტი შევთავაზეთ საზოგადოებას, რომელიც თარიღდება 1595 წლის 8 აგვისტოთი. წარმოიდგინეთ, სადაც მოხსენებულია უკვე გიორგი სააკაძის უფროსი ვაჟი ავთანდილი, ანუ უკვე ცოლშვილიანია გიორგი სააკაძე და გიორგი სააკაძე არის დაბადებული სადღაც 1572-73 წლებში. აქ არის გიორგი სააკაძე 20-21 წლის, ანუ როგორი ძლიერი ვაჟკაცი იყო და რა ინდი რომ
სიმონ პირველი, მამაცი სიმონ პირველი ხმალ შემართული მუდამ ჩვენსა ერთგულსა თავდადებით ნამსახურებსა და ასე მიმართავს ამ ახალგაზრდა ხმალ 20 წლის ხმალში გიორგი სააკაძეს. და სიმონ პირველი იყო ლეგენდა მეტე რასლაბ. უდაოდ, აი და ვინ დაიცვა მანაც ევროპას იცავდა. ჩვენ გოდოლი ვიყავით მართლაც განაპირა და ევროპას ვიცავდით და ჩვენ რა ვიცი დასამადლებელი არაფერი არ აგვაქვს. ჩვენ ნაწილი ვართ რა თქმა უნდა ევროპის და ბუნებრივია, ბევრი საქმე გვაქვს გაკეთებული აი ამ კუთხით და ერთ რამესაც გაუსვავდი ბატონო ვაჟა ხას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმანენტურ ისტორიას, ანუ შიდა მე ისტორიის ფილოსოფია ვახსენ. მარტყოფის აჯანყება ხარება დღეს მოხდა. ეს არ არის, რა თქმა უნდა არ არის, ეს არის უწყება ღვთისმშობელს ეუწყა რომ დაიბადებოდა რასაკვირველია მხსნელი მესია. სწორედ ამ დღეს იქნა განადგურებული სპარსეთის არმია, აი მულეველას ველზე, რომელიც თქვენ ახსენეთ. ეს იყო წარმოუდგენელი გამარჯვება მართლაც. გიხარავდნენ მიმადლებულო მარია უფალი შენთან არს. აი ეს შინაგანი ისტორიის ხმა ჩვენ აუცილებლად უნდა გვესმოდეს პატივცემულო ტელემაყურებლებო და თემურლენგის წინააღმდეგ მებრძოლი გიორგი მეშვიდე სწორედ მან ქრისტიანული სამეფო გადაარჩინა თავისი 17 წლიანი შეუპოვარი ბრძოლით და თემურლენგს ცნობილია ეს სხვათა შორის შესანიშნავი გამოკვლევა ჰქონდა ამაზე ერთ-ერთ ქართველ მეცნიერს პროფესორ კარლო ტაბატაძეს, რომელმაც დაწერა წიგნი ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ მე-14-მე-15 საუკუნეების მიჯნაზე, სადაც ის სპარსული ენის ბრწყინვალე მცოდნე იყო და მოიყვანა უნიკალური, აი უძველესი წყაროები, სპარსული, არაბული წყაროები მოიყვანა, სადაც 100%-ით უკვე დადასტურებულია, რომ თემურლენგს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება ქრისტიანობა შეეცვალა ჰანიფიზმის რჯულით, ანუ ყველაზე მისაღებ, ესე ვთქვათ, ფორმად ისლამის, რომელიც არაბ მიწადმოქმედ ტომებში იყო გავრცელებული ეს მიმდინარეობა და ქართველები რადგანაც მიწადმოქმედი ხალხი ვართ, მან ეს მიზანშეწონილად ჩათვალა. აი ამიტომ იყო ბრძოლა თავგანწირული. მივაქციოთ ყურადღება, ჩრდილოეთ კავკასია ფეხი მოიკიდა იმ დროიდან ისლამმა, ჩვენთან ვერა. რატომ? იმიტომ რომ აი ამ შეუპოვარმა ბრძოლამ, რასაკვირველია ქრისტეს სახელით ბრძოლამ გადაარჩინა საქართველო. აი ესე გადარჩა რასაკვირველია საქართველო მარტყოფის ველზე, სწორედ ხარება დღეს და სხვათა შორის ბატონმა ვაჟამ თავის სიგნში აქვს ეს გიორგი სააკაძის რჯულისეც შეცვლაზეც გაქვთ, ბატონო, თქვენ რომ ეს არ მომხდარა. მაგრამ მე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი, მე მოხდა თუ არა ამას დიდ მნიშვნელობას პირადად არ მივანიჭებდი, იმიტომ რომ მას ისტორიამ იმხელა ფუნქცია დააკისრა, რომ ესკმარა ყველაფრად. თუმცა ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენის ძალიან ესეთი არგუმენტირებულად მოიყვანეთ მაგალითად. ან აი მარტყოფის ველის მომენტთან დაკავშირებით, როგორ უნდა გიყვარდეს უფალი და სამშობლო, რომ ხუთი კაცით 30,000-იან ყიზილბაშურ ლაშქრის შუაგულში შეხვიდე და აჯანყება დაიწყო. ეხლა მაშინ ავტომატი არ არსებობდა, პისტოლეტი, ხელყუმბარა და გრანატამეტი და რაღაც, ხო? ესე იგი, როგორ უნდა გიყვარდეს, ჩვეულებრივად შეიარაღებული ხარ ხმლით, ისრით, შუბით, სხვა იარაღი გამოდის. ნუ, კაი, დამბაჭა შეიძლება ერთი გასრულა მოესწრო, მორჩა მეტი. 30,000-იან ხუთი კაცით. მათ შორის ანაგიზებოდა ცენტრში და არა განაპირა. თან ცენტრში, მთავარსარდლების ბანაკთან, ხო? ეხლა იმას თავის დაცვა ყავდა, ყველაფერი ყავს და თან თავის ვაჟთან ერთად, ესე იგი, იქ ხო პაატა გაწირა სამშობლოებული. აქ ესე იგი გაწირა ავთანდილი და უფრო მეც ვიტყვი, მე მარაბდის ველზე დავითი დაეცა გმირულად საეკლესიო ჯარში, რომელიც ქვათახევის ეკლესიის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო მაშინ. ეს ახალგაზრდა კაცი 23-24 წლის. ასეთ მამულიშვილებს ისტორია არ ივიწყებს და არც დაივიწყებს. დიახ, კარგად თქვით თქვენ, მე აი ბროშურაში ეგ მაქვს ზუსტად. სააკაძის მტრები, რომელიც დღესაც ყავს. სააკაძეს კი არ ყავს მარტო, ბატონო ვაჟა, მტრები, ერეკლე მეფესაც ყავს. ვახტანგ მეექვსეცა. დავით აღმაშენებელს ყავს. ეს გეგმაზომიერად მიდიოდა
რომ საქართველოს ისტორია დაეკნინებინათ და რა თამარ მეფეს და რა ვიცი. რასაკვირველი ეს იმედი მაქვს აღარასოდეს მოხდება და არც მიიღებს ამას მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ერი და სწორედაც აი მტრები ხას უსვამენ იმას რომ პაატას ვერ წამოიყვანდაო რა მნიშვნელობა აქვს პაატას თუ ვერ წამოიყვანდა გიორგი სააკაძე რომ ის კაცია რომელსაც შვილის შეგნებულად გაწირვა შეუძლია მარტყოფის ველზე ავთანდილი რო შეიყვანა ხუთ კაც შორის ეს არ არის უტყუარი დამადასტურებელი ფაქტი აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და შედეგებიდან ამოვიდეთ და გიორგი სააკაძის ფენომენთან ერთ რამესაც დავამატებდი თუ შეიძლება ბატონო ეს არის კიდევ აი წყაროები რომელიც გიორგი სააკაძის შესახებ ნეგატიურია ეს წყაროები წარმოადგენს ოპოზიციის გავრცელებულ ხმებსა და პროვოკაციებს ზოგადად ეს დღესაც დღესაც შეიძლება ეს გამოვიყენოთ ვინმეს რო გალანძღავ თქვათ რა იქნება 400 წლის შემდეგ თქვათ თუ მტერი ხარ მისი და ოპოზიციაში დგეხარ ესეთი წყაროებია ეს ძირითადად და უტყუარი დამადასტურებელი წყაროები რაც არის აი შეიძლება ითქვას ის არის რომელსაც ვერ გავექცევით მისი დიადი საქმეების ხერხის ჭალა ტაშისკარი მარტყოფი მარამდა ქარჩოხი ქსნის ხეობა რომელიც სამწუხარო დაკარგული გვაქვს კი ბატონო აი ქსნის ხეობა აი მისი დიადი საქმეები რეალურად მომხდარი ფაქტები რომელიც ვერსად ვერ წავა ესე იგი ქსანი ორი კვირა სისხლით შეღებილი მოდიოდა სპარსელთან ის 12000-იანი ლაშქარი ჩახოცა მთლიანად ეს იყო უნიკალური ოპერაცია სხვათა შორის ეს ნაკლები ყურადღება ექცევა ამ როსტომის დაიჭირა ხოსრომირზა მაგრამ გაუშვა იმიტომ რომ მაგაში ჭკვიანი იყო მაგაში ჭკვიანი იყო და საინტერესო მომენტი არის კიდევ აი ის რომ თეიმურას პირველი აი როცა ჩვენ ბაზალეთის ომთან დაკავშირებით ვსაუბრობთ 1626 წელთან დაკავშირებით როდესაც გიორგი სააკაძისა და თეიმურას პირველ შორის აი შავმაკატამ გადაირბინა ძალიან საინტერესო მასალები იქნება აი ჩემ მესამე ტომში გიორგი სააკაძის ფენომენის ირანული მასალები მთლიანად ძალიან ძვირფასი, სადაც აშკარად ჩანს, რომ თეიმურას პირველი ურიგდება შაჰ-აბას დაუთ-ხანის მეშვეობით და სააკაძე პირდაპირ ეუბნება, რომ როგორ შაჰ-აბასმა სადღაც წელიწადნახევრის თუ 2 წლის წინ დედაშენი აწამა შირაზში სახალხოდ, ესე იგი, გააშიშლა შანთებით, ასე, ესე იგი, წმინდანად შეირაცხა ადამიანი მთელი ევროპელმა მისიონერებმა და დიპლომატებმა თავის თვალით ნახეს ეს წამება და არნახულის სიმტკიცე ქართველი ქალისა იმაზე ადრე ორი ვაჟი დაგი საჭურისა რომლიდანაც ერთი გარდაიცვალა მაშინ ერთი ცოტა ხნის მერე გაგიჟდა ჭკუიდან შეიშალა და მერე გარდაიცვალა და შენამ შაჰ-აბას ურიგდებიო და თან დამალულია ქართულ ისტორიოგრაფიაში ის წერილები რასაც წერს თეიმურაზი შაჰ-აბას რო ყურში მონის რგოლ გაჩრილი კისერზე ხმალ ჩამოკიდებული შენ ფეხის მტვერს ლოკავდა დაჩოქილი გევედრები მაპატიე და ეს არის ეს წყარო აი ახლა მესამე ტომში მექნება ეს მიჩქმალული წყაროები და აი ამაზე სამარცხვინო არაფერი არ არის ქართულ ისტორიოგრაფიაში როცა ეს მონობის რგოლ ყურ გაჩრილი თუ რაღაცა ესე იგი აი შემზარა რა და ჩვენ და სწორედ ეს იყო ბაზალეთის ომის მიზეზი და არა ის რომ გიორგი სააკაძეს მეფობა უნდა რასის არა რა თქმა უნდა ეს და აი სწორედ ის აზნაურული იდეა სწორი ეს და იმიტომ წავიდა მე იმერეთის მეფისკენ რომ ამან დაინახა რომ თეიმურაზი ამ ტირან შაჰ-აბას ურიგდება და გარიგებას აკეთებს და ამან ერთი შვილი შეწირა პაატა მეორე დავითი მარაბდის ველზე ის მარტყოფში სომის მერე და ეს ურიგდება შაჰ-აბას რომელმაც დედა უწამა მთელი ამბავი და მართლაც სააკაძეს რო გააძევებს 2 წლის მერე ირანში ჩადის შაჰის საახლებლად
თეიმურას პირ 1628 წელს უბრალოდ ვერ შეხვდა, იმიტომ რომ შაჰ-აბასი ავათარი ერთ წელიწადში გარდაიცვალა. ხო, ერთ წელიწადში დიზინტერია აქვს და გარეთ ვეღარ გამოდის დღევანდელი ტერმინებით რო თქვა სასახლიდან. თორე რა ქვია კისერზე ხმალდაკიდებული და რა ქვია მონისიმითი ფეხიშველა იახლა და იმან თავის ვეზირებთან და იქ შეხვდა და დაუკოცნა ფეხები შაჰის გამოგზავნილი მათ. აი ამას ვერ შეეგუა სააკაძე და იმიტომ მოხდა ეს ბაზალეთი. იმიტომ წავიდა სააკაძე იმერეთის მეფისკენ. თუმცა თეიმურასაც დამსახურებები ჰქონდა, წიწამურიც უნდა გავიხსენოთ, მაგრამ ხო, ნუ ეხლა ჟალეთთან ომი ეს უფრო გაქცევის და სიმწრის ომი იყო, თუ წყაროებს ამოვწევთ ბოლომდე და არა ის რომ წიწამურთან რა უნდოდა, კი? წიწამური იმდროინდელი საგურამო არის კახეთის სამეფოს გარე მხარე, იცით, აი სასაზღვრო მხარე, იმიტომ რომ კახეთის და ქართლის სამეფოს საზღვარი არაგვზე გადიოდა. კი ბატონო. და საგურამო და ეს იყო უკვე გამორბოდა აქეთ მუხრანისკენ. ძალიან საინტერესო საერთაშორისო კუთხით მიმოიხილეს სხვათა შორის გამიხარდა, იმიტომ რომ აი ეს იმპერიათა ჭიდილი, დიახ, ირანის, თურქეთის და ოსმალეთის და მათ რუსეთის და საქართველოს ჩანს რომ აი ეს გამოცდილება აუცილებლად ჩვენ ასე უნდა დავინახოთ ეს. არ შეიძლება ისე მხოლოდ ვიწროდ უყურებთ. ნელ-ნელა ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. ჩემი ძვირფასი სტუმარი იყო პროფესორი ბატონი ზურაბ კვეტენაძე და ბატონი კარლო კოპალნიანის და ბატონი ზურაბ კვეტენაძის ახალ წიგნზე ვისაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობების თეორია და აი ამ თეორიის ჭრილში ჩვენი წარსულის, ჩვენი წინაპრების ისტორიაც განვიხილეთ და ის ტკივნეული თემები წამოვწიეთ კიდე ერთხელ პარალელურად, რომელიც ასე სამაყუა ჩვენთვის თუ რადგანაც ჩვენი ისტორიის კუთვნილებაა. მე გემშვიდობებით მადლობას ვწირავ ბატონ ზურაბ კვეტენაძეს ამ საინტერესო საუბრისათვის, საინტერესო პასაჟების წარმოჩენისათვის, ამ საოცარ კაცს. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო.